სიბრძნე ბალავარის იგავი სამი მეგობრის შესახებ. უთხრა იოდასაფმა. ჭეშმარიტია ამგვარი შედარება და გასაოცარია ასეთი მსგავსება. ჩემი სული გააცოცხლა შენმა სიტყვებმა. ახლა წუთისოფლის ამაოებისა და მის მოყვარულთა შესახებ მიამბე რამე. როგორც თუნდებიან წუთისოფლის სიყვარულით და როგორ უარყოფენ უკეთეს ცხოვრებას. მიუგო ბალავარმა. წუთისოფელი და მისი მოყვარულნი ემსგავსებიან მათ, რომლებიც თაფლწასმულ ეკლნარს ეტრფიან და კეთილსურნელოვან ყვავილებს კი შეურაცხყოფენ. ეს გავს კაცს, რომელსაც სამი მეგობარი ჰყავდა. ერთი მათგანი განსაკუთრებულად უყვარდა მას. მეორეც უყვარდა, მაგრამ შედარებით ნაკლებად, ხოლო მესამეს არაფრად აგდებდა. ასე რომ შეურაცხყოფილი იყო მესამე მისგან. ერთ დღესაც მეფის რისხვა დაატყდა კაცს თავს. უნდა გაესამართლებინათ. მივიდა კაცი უსაყვარლეს მეგობართან და უთხრა: შენ იცი ძვირფასო როგორ მიყვარხარ. ახლა მიჭირს, უნდა გამასამართლონ. შემეწიე და გასაჭირში დამეხმარეო. მიუგო უსაყვარლესმა მეგობარმა: მე უკვე აღარ ვარ შენი მეგობარი, აღარც კი გიცნობ შენ. დღეიდან სხვა მეგობრები მყავს და მათთან ერთად ვიმხიარულებ. თუმცა მაინც მოგცემ ორ შესამოსელს, მაგრამ ვეჭობ, რომ რომელიმე რამეში გამოგადგეს. მივიდა კაცი მეორე მეგობართან და უთხრა: გაიხსენე ჩვენი ძველი სიყვარული. აი მე წამიყვანე ახლა და გამასამართლები. შემეწიე გასაჭირში. მიუგო მეგობარმა: დღეს შენთვის არ მცალია. ჩემი გასაჭირიც მეყოფა. წადი შენს გზაზე. ამიერიდან აღარ ვარ შენი მეგობარი. თუმცა ცოტაზე გაგაცილებ, მაგრამ მალევე უკან უნდა დაუბრუნდე, რომ თავს მივხედო. კაცი მესამე მეგობართან წავიდა. იმასთან ძალიან რომ მოიძულა და ძლივ შეჰკადრა. შერცხვენილი ვარ შენთან, პირი არ მაქვს რაიმე გთხოვო, მაგრამ დიდი ჭირი მაიძულებს დახმარებისთვის მოგმართო. მან კი მხიარულად მიუგო. მე შენი მეგობარი ვარ. მახსოვს შენ მიერ გაკეთებული მცირედი სიკეთეც ჩემთვის და მსურს მეტწილად მოგაგო სანაცვლოდ. ნუ გეშინია თან გამოყვები და გასაჭირში დაგეხმარები. შენ სწრებს არ მიქცემ დასაღობად. არც გაგწირავ, გამხიარულდი, რადგან ნებისმიერ განსაცდელში მოიძებნება გამოსავალი. მაშინ თქვა კაცმა: აღარ ვიცი რა შევინანო. ცრუ მეგობრების უსაზღრო სიყვარული თუ ჭეშმარიტი მეგობრის უსაზღრო სიძულველი. უთხრა უფლისწულმა ბალავარს: კარგი მაგალითია და მეტად სასარგებლო. ოღონდ მისი შეფარული აზრიც მითხარი. მიუგო ბალავარმა: პირველი მეგობარი ვერცხლის მოყვარეობაა, რომელსაც ყველაზე მეტად მიელტვის კაცი. ქონების სიყვარულით დაბრმავებულს არც სიკვდილი ახსენდება, არც ჭირი და შრომა მიაჩნია რამედ. მაგრამ სიკვდილის ჯამს ამ მეგობრისგან არანაირი სარგებელი არ რჩება კაცს. მხოლოდ ორი ტილო, რომელშიც გაახვევენ მის სხეულს. ეს არის ამ მეგობრის საბოძვარი, რომელიც შემდეგ სხვა მეგობრებს იძენს და მათთან ატარებს დროს. მეორე მეგობარი ოჯახის წევრებია. სანამ ცოცხლობს, მათითაა დაკავებული კაცის გონება, ყველაფერს მათთვის ცდილობს, მათ ნებასურვილს სწირავს სულსა და გულს. მაგრამ ესეც ამაოა, რადგან სიკვდილის ჯამს ვერც მათგან ნახულობს რამე სარგებელს. მხოლოდ სამარემდე მიაცილებენ მის გვამს და მალევე მიუბრუნდებიან საკუთარ თავზე ზრუნვას. მკვდარს კი აღარც კი გაიხსენებენ. მესამე მეგობარი კი, რომელიც ყველაზე მეტად იყო შეურაცხყოფილი და დავიწყებული მის მიერ, კეთილი საქმეებია. სიყვარული, მოწყალება, რწმენა, სასოება, სიწმინდე და სხვა სათნოებები, რომელთაც ძალუწთ თან გაყვნენ კაცს, შეეწიონ განკითხვის დღეს და მცირედი კეთილიც მეტწილად მიაგონ. ასეთია წუთისოფლისა და მის მოყვარულთა სახე.